ძალიან მიხარია რომ გვესწრებით და ინტერესი გამოხატეთ ამ ლექციისადმი. ფიქრობ რომ ძალიან საინტერესო საღამო გამოგვივა, სხვანაირად შეუძლებელია, როცა ასტრიდ ლინდგრენზე ვსაუბრობთ. ლიკა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ დრო დაგვითმეთ და ასევე ძალიან მიხარია რომ ჩემს ყოფილ და ახლანდელ მოსწავლეებსაც ხედავ. კარგით, მერიმ უკვე შესავლის სახით ახსენა ჩვენი სამომავლო გეგმები და ცოტათი კიდევ გავშლი და თან კიდევ 1-2 წუთი ექნებათ მსმენელებს რომ შემოგვიერთდნენ. დიახ, ვაპირებთ ასეთი კურსის შექმნას, რომელსაც ერქმევა პეპიდან რონიამდე. ეს იქნება სიმბოლური, ეს არის სიმბოლური სახელწოდება, იმიტომ რომ პეპი გრძელწინდა იყო ასტრიდის პირველი წიგნი და რონია, ყაჩაღის ასული რონია ბოლო და რაღაცნაირად ეს ყველაფერი თითქოს რაღაც ჯაჭვს კრავს ასტრიდის ძალიან საინტერესო და ისეთ მრავალფეროვან სამყაროში, რომელიც ძალიან უყვართ ბავშვებს. ფიქრობთ, რომ ეს კურსი 3 ასაკობრივ კატეგორიად დაიყოფა, 7-9 წელი, 9-11 და 11-13 და გავეცნობით ისეთ ძალიან ძვირფას ტექსტებს, როგორიც არის, რა თქმა უნდა, პეპი, რონია, ძმები ლომგულები, ვატიკენი და იუნიბაკენელი კუდრეტა, გავეცნობთ მიოს, ემილის, სალტკროკელებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ფიქრობთ, რომ ძალიან მრავალფეროვანი საინტერესო კურსი ელოდებათ ბავშვებსა და მოზარდებს და ძალიან მალე ვაპირებთ, მოკლედ, დავაანონსოთ ამ კურსის შესახებ და დეტალურ ინფორმაციასაც აუცილებლად გაეცნობით. ახლა რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, ძალიან მიხარია, რომ ლიკა დაგვთანხმდა. ლიკა არის ასტრიდ ლინდგრენის წიგნების თარგმნელი და არის ის თარგმნელი, რომელიც ნამდვილად ძალიან დიდ ბედნიერებას გვთქვნის, რომ ასტრიდის წიგნების წაკითხვა მშობლიურ ენაზე შეგვიძლია. დავაკონკრეტებ, რომ ლიკას თარგმნილი აქვს შვედურიდან, ასტრიდის მშობლიური ენიდან, ჩვენ სალტკროკელები ვართ, ასევე შეიძლება ითქვას ასტრიდის ავტობიოგრაფიული წიგნი ომის დღიურები, რომელსაც ასტრიდი წერდა მანამდე, ვიდრე პეპი გრძელწინდას დაწერდა. და მესამე წიგნი, ძალიან ძვირფასი წიგნი პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ბევრი მკითხველისთვის, ეს არის ასტრიდ ლინდგრენისა და პატარა 12 წლის შვედი გოგონა სარა შვარტის მიმოწერა შესწერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ. მე პირველად ამ თარგმანით გავიცანი ლიკას თარგმანები და შემდეგ უკვე წავიკითხე მისი სალტკროკელებიც და ომის დღიურებიც. მე რადგან მასწავლებელი ვარ და ამავე დროს მუშაობ გამომცემლობებში ინტელექტი და არტანუჯი და სწორედ ჩვენი გამოცემულია ომის დღიურების და შესწერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ, მოკლედ ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის, რომ და ერთგვარი რაღაც სიამაყე, რომ ჩვენ გამოვეცით ასტრიდის ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი. გადავალ ახლა უკვე ლიკასთან, მგონია რომ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ჩვენი ლექცია, რომელსაც ჰქვია ასტრიდის სამყარო, იქ სადაც ბავშვები უყვართ და ეს ნამდვილად არის გადაუჭარბებელი ნათქვამი, როცა ლიკა უკვე დაიწყებს საუბარს ასტრიდისა და სარა შვარტის მიმოწერაზე, დავწუნდებით, რომ ასტრიდს უყვარდა ბავშვები არა მხოლოდ საკუთარ ტექსტებში, არამედ ცხოვრებაშიც და მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ლიკა, გადმოვალ თქვენთან პირველი შეკითხვით. პირველი შეკითხვა ალბათ იქნება ასეთი, თქვენი ამ გულსაბნევიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან მომეწონა. პირველი შეკითხვა იქნება ასეთი, როდის დაიწყო თქვენი და ასტრიდის ურთიერთობა, როგორც მკითხველის ურთიერთობა, ჯერ რა თქმა უნდა არა როგორც თარგმნელის, არამედ როგორც მკითხველის. ნუ რა თქმა უნდა, ძირითადად ყველას ბავშვობიდან აქვს შეხება ასტრიდის სამყაროსთან, თუმცა თქვენი გამოცდილების გაზიარება იქნება ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა. ისმის იმედი მაქვს ჩემი ხმა, ხო, კარგად. სოფელში ვარ მეც, როგორც სალტკროკელებშია ეხლა და გარემოში ძალიან ბევრი ხმა არის, სხვადასხვანაირი იმედი მაქვს, რომ ხელს არ შეგვიშლის. დიდი მადლობა ერთ აკადემიას მოწვევისთვის, დაინტერესებისთვის და ამ ზაფხულის ბოლო დღეებში, რომ ბავშვები მით უმეტეს ხედავ, რომ ბავშვები გვესწრებიან ამ ინტერესისთვის და ჩემი თარგმანების მიმართ ინტერესისთვის ცოტა თავს ესე მოკრძალებულად გრძნობ, იმიტომ რომ ასტრიდის
თარგმანები საქართველოში ახლა ჩემი დამახურებით არ შემოსულა და მე არა ვარ პირველი მთარგმნელი ცხადია. დიდი ხანია უკვე უყვარს ქართულ მკითხველს, უბრალოდ პატარა წვლილი მეც მიმიძღვის ამ ბოლო წლებში ჩვენი გამომცემლობების დამსახურებით. და ძალიან მადლობელი ვარ ამის, ეს ორი წიგნი, რაც თქვენ ახსენეთ, ინტელექტის და არტანუჯის გამოცემა მართლაც საჩუქარი იყო ქართველი მკითხველისთვის, სხვა წიგნები მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ცნობილი არის ჩვენი მკითხველისთვის, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს იყო ისინი გამოცემული. განსხვავებული, რასაც მე ვაკეთებ და ჩემი კოლეგები არის ის, რომ ჩვენ ახლა თარგმნით იგივე ნაწარმოებებს, თუ რამეს გამოცემთ, უკვე მშობლიური ენიდან. და გვაქვს შესაძლებლობა, რომ რაღაც ცვლილებებით შევიტანოთ ტექსტში, რაც გამოტოვებული ან სპეციალურად ამოღებული იყო საბჭოთა კავშირის დროს. ან დაკარგული იყო იმის გამო, რომ შუალედური ენიდან ითარგმნებოდა და არა პირდაპირ მშობლიური ენიდან. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რა თქმა უნდა, მეც ბავშვობაში გავიცანი ასტრიდი, ოღონდ იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმ დროს საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ მქონდა და არც მიფიქრია რა ქვეყანაა საერთოდ ეს შვედეთი. ანუ უბრალოდ კითხულობდი როგორც მორიგ ზღაპარს და არანაირი ასეთი ინტერესი შვედეთის მიმართ ნამდვილად არ გამჩენია. უბრალოდ ერთი რაც გამოკვეთილად მახსოვს არის ის, რომ აი ზუსტად ამ სახლში სოფელში ყოფნისას წიგნებს ჩემი ვისხედით ერთხელ საღამოს და ჩემი ბიძაშვილი, რომელიც საკმაოდ მსახიობური ნიჭით არის დაჯილდოებული, ხმამაღლა გვეკითხავდა ასტრიდს. ყველას წაკითხული ჰქონდა, მაგრამ ის ახმოვანებდა პერსონაჟებს და აძლევდა თავისებურ ხასიათს, რაც წიგნში აქვს და ეს იმდენად დამამახსოვრდა, რომ აი ორმაგად უფრო სახალისო გახდა მე რა თქმა უნდა ჩემთვის ამ წიგნების კითხვაც და გადაკითხვაც და რა თქმა უნდა მე უკვე როდესაც უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა და შვედური ენა გახდა ჩემი მეორე პროფესია, ასე ვთქვათ, პარალელურად ზუსტად ეს დრო დაემთხვა სულაკაურის გამომცემლობის დაარსებასაც და მის მოძლიერებასაც, ასე ვთქვათ და მახსოვს ზუსტად როგორ გამოვიდა რონიას თავგადასავალი ქართულ ენაზე, პრეზენტაციაზეც მიგვიწვიეს ჩვენ როგორც შვედური ენის სტუდენტები და მახსოვს რომ მაშინ წავიკითხე რონიაც, მერე იყო ძმები ლომგულები და აი ეს შეხება ასე გავრცელდა, მაგრამ მე არასდროს არ მიფიქრია, რომ როდესმე თარგმნიდი. არც დამიშვია და არც პრეტენზია არ მქონია ამაზე. უბრალოდ აი რაღაცნაირად მოიყვანა ამ ჩემმა პროფესიამ, ასე ვთქვათ, თუ სიყვარულმა მენის მიმართ აქამდე საქმე, რომ არც მეგონა ის ალტკროკელები როცა შემომთავაზეს, ეს მართლა დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მეგონა რომ ეხა ეს ომის დღიურები და ეს მიმოწერა სარაშვართან უფრო ისეთი წიგნებია რა, მისი პირადი და აი რაღაცას უფრო აი ძიმე არტილერიიდან თუ შევეხებოდი, ნამდვილად არ მეკონა და ესე აღმოჩნდი მოკლედ ეხლა აქ და ძალიან მიხარია, არ ვიცი ვერ ხედავთ ყველას ბავშვები არიან თუ უფროსებიც არიან, რაღაცნაირად ვეცდები რომ ისე ვისაუბრო, რომ ყველასთვის საინტერესო და გასაგები იყოს. დიახ, ბავშვებიც არიან, მოზარდებიც და უფროსებიც. ძალიან მიხარია. ლიკა, მომდევნო შეკითხვა მექნება ასეთი, რადგან ჩვენს ლექციასაც სახელწოდებიდან გამომდინარე ხვდებით, რომ ასტრიდის იმ ნაწილზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს მისი ბავშვებისადმი დამოკიდებულება, მოზარდებისადმი დამოკიდებულება. ალბათ ჯობს დავიწყოთ მისი და სარას მიმოწერით, რომელსაც ძალიან ლამაზი სახელი ჰქვია, ჩვენს წერილებს რეიბის ქვეშ ვინახავ. და ვთქვათ, ხო, აი ასტრიდი ამბობდა მაგალითად, რომ მიეცით ბავშვებს სიყვარული და მეტი სიყვარული, ასევე ფაქტობრივად მისი დამსახურებაა, რომ შვედეთში ბავშვის ფიზიკური დასჯა იკრძალა. მოკლედ იგრძნობა მის ტექსტებში, რომ რეალობაშიც ასეთი სიყვარულით იყო განწყობილი ბავშვებისადმი და მგონი ეს წიგნი ამაშიც გვარწმუნებს, ხო? იმიტომ რომ ისეთი ძვირფასი რჩევები აქვს სარასადმი სითბოთისავსე სიყვარულით, გულისხმიერებით, მგონია რომ სარას ცხოვრებისეულ გზაზე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ასტრიდმა, როგორც მისმა ძალიან დიდმა მხარდამჭერმა და უფროსმა მეგობარმა. უდაოდ ასეა და მე ძალიან მიხარია, რომ ქართველი მასწავლებლები ძალიან აქტიურად იყენებენ ამ წიგნს სასწავლო პროცესში პანდემიის დადგომამდე ეს წიგნი რო გამოვიდა. არაერთხელ სხვათა შორის სკოლებშიც მიმიწვიეს წიგნის კითხვის დღეს და ისედაც რომ ამ წიგნზე გვესაუბრა ბავშვებთან და ძალიან
მახარებს ზუსტად ეს ფაქტი, იმიტომ რომ ძალიან კარგი დამხმარე მასალა არის ეს წიგნიც მასწავლებლებისთვისაც, მშობლებისთვისაც და ნუ ბავშვებისთვის თავისთავად და მეც თვითონ როგორც მშობელი არაერთხელ სხვათა შორის თვალწინ მიდგება ხოლმე ასტრიდი როგორც დედა და როგორც აღზრდელი, როგორც ბავშვებთან ურთიერთობის მქონე ადამიანი და ხშირად ჩემი თავი გამიკიცხია კიდევაც, რომ აი ეხლა ასტრიდი ესე არ მოიქცეოდა, იმიტომ რომ რაღაცნაირი ის არის ჩემთვისაც იდეალი არის მე მაგალითად ასე აქტიურად ხეებზე არ დავძვრები ჩემ შვილთან ერთად სამწუხაროდ, მაგრამ სულ მახსენდება ხოლმე, რომ აი ასტრიდი ტალახშიც ამოიგანგლებოდა ბავშვებთან ერთად და არაფერი არ ეზარებოდა, რაც ბავშვებს შეეხებოდა მოკლედ. და ცხადია ეს ასტრიდის მიმოწერა სარასთანაც ამას ამტკიცებს, იმიტომ რომ იქ წიგში თუ წაკითხული გაქვთ ძალიან კარგად ჩანს, ეხლა ალბათ რა ოთახშიც მე ვზივარ, ის ოთახი გაივსებოდა ტომრებით იმდენი წერილი მისდიოდა მოკლედ, რომ ამ წერილში წარმოუდგენელია ეხლა ყველას მიმართ განიმსწვალო სიყვარულით, ყველას ისეთივე ყურადღება დაუთმო, როგორც ვთქვათ, ამ სარას დაუთმო მას, მაგრამ სარაში რაღაცნაირად მოხდა ეს გარდამტეხი და ეს არ იყო პირველი წერილი, რა თქმა უნდა, პირველი წერილის შემდეგ უკვე სარამ ცოტა გაბრაზებით რომ მისწერა. აი მან უკვე ასტრიდმა მე ვფიქრობ, რომ უკვე დაიჭირა რაღაც, რასაც უნდა ჩაჭიდებოდა და რაც ალბათ აკლდა ამ გოგონას თავის უახლოესი გარემოცვიდან და ზუსტად მე მგონი ამან წარმოშვა ეს რომანტიკული ურთიერთობა, ხო, აი წერილების აქეთ-იქით გამოგზავნა და ძალიან კარგ სურათს კრავს, რა თქმა უნდა, ასტრიდის შესახებ. მისი წიგნებიდან როგორც ავტორი კი ვიგებთ რა უტრიალებდა გულში და გონებაში, მაგრამ ამ წიგნში მე ვფიქრობ, რომ ის მასტერკლასს გვიტარებს ყველას აბსოლუტურად, როგორ ნაზად და ფაქიზად უნდა მოვეპყრათ ბავშვის და განსაკუთრებით მოზარდობის ასაკის, ეხლა ჩვენ ენაზე თინეიჯერობის ასაკის ბავშვებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ფაქიზი, ძალიან მყიფე ასაკი, როცა თითოეული სიტყვა და ფრაზა შეიძლება იყოს ისეთი დატვირთვის მატარებელი, რომ შემდეგ ბავშვმა მთელი ცხოვრების მანძილზე დაიჯეროს ის, როგორც ნეგატიური ისე დადებითი და ატაროს მერე მთელი ცხოვრების მანძილზე და მე სულ მაგალითად აი მახსენდება მისი ფრაზა, როცა სარას წერს ხოლმე, რომ არ მინდა ვიყო მორალისტი ბებო. ამ მიმოწერის დროს, რა თქმა უნდა, დრო ხო გადის, მაგრამ რაღაც პერიოდში ასტრიდი ჩემი ასაკის არის და უკვე ამბობს, რომ არ მინდა ვიყო მორალისტი ბებო. და ზუსტად მეც ჩემი ძმისშვილები არიან ზუსტად სარას ასაკში და ვცდილობ, რომ არასდროს არ ვიყო მორალისტი ბებო, ასევე ჩემ შვილთანაც, რომელიც 11 წლის არის და ზუსტად აი ამ ასაკში შედის ახლა და ვცდილობ აი ეს ბალანსი სულ მახსენდება ეს წონასწორობა, რასაც ასტრიდი იცავს. არ იყოს ზედმეტად უფროსი და არც ზედმეტად გულუყვილო ბავშვი, ანუ ბავშვს ცემს პატივს იმ ასაკში, იმ დონეზე, იმ სიმაღლეზე, რა ასაკშიც არის ბავშვი და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი გაკვეთილი, რაც მე თვითონ ამ წიგნიდან მივიღე ნამდვილად. ლიკა, თქვენ ფაქტობრივად ისაუბრეთ იმაზე, რომ ხელა გავლენას ახდენს თუნდაც ასტრიდის მიმოწერა ხომ მკითხველზე, მთარგმნელზე, მკითხველზე. თქვენი აზრით, აი რა შეიძლება ჩავთვალოთ აი ის მთავარი ძირითადი, რასაც ასტრიდი ფაქტობრივად თავის ყველა ნაწარმოებში უსვამს ხაზს. რა არის ის წამყვანი თემა, რაზეც თითქოს გველაპარაკება, ჩაფჩიჩინებს, გვასწავლის, თუნდაც აღზრდის მიმართულებით. ჩემი აზრით, ალბათ პირველი რაც თავში მომდის, ეს არის კაცთმოყვარეობა და შემწყნარებლობა. და მისი მთავარი ამოსავალი ყოველთვის იყო ეს, ინდივიდუალურ დონეზე, ორ ადამიანს შორის ურთიერთობაშიც და ასევე ქვეყნებს შორის და პოლიტიკურ ურთიერთობაშიც, ზუსტად აი ტოლერანტობით, ერთმანეთის მიმართ პატივისცემით შეიძლება მხოლოდ რაღაც შედეგების მიღწევა, ერთმანეთის გაგება და თუნდაც, რა ქვია, утоპიურია, მაგრამ ომების თავიდან არიდებაც და მახსოვს აი ომის დღიურებს როცა თარგმნიდი, იქ ყოველთვის მახსენდება ახაც ის ფრაზა, ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე შვედებს იმის გამო, რომ ეგრეთ წოდებული ნეიტრალური პოზიცია ეკავა მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ მე მგონი, რომ ასტრიდმა ძალიან კარგი ახსნა მოუძებნა ამ პოზიციას და ის ამბობს, რომ როდესაც მსოფლიო სიგიჟე მოიცვა, ხო, ვიღაც მაინც უნდა დარჩეს საღ აზრზე.
და ნამდვილად ეს არის, ანუ ვიღაც აუცილებლად უნდა იყოს საღაზრზე, ნათელმხარეს და თუნდაც იმის რესურსის და უნარის მქონე, რომ თქვათ აი ომების დროს დაზარალებული ხალხი შეიკედლოს, რაც გააკეთა შვედეთმა. ასევე არის ეს პირად ურთიერთობებშიც და რა თქმა უნდა ბავშვებთან ურთიერთობაში. კაცს მოყარეობა და პატივისცემა, ხო? ანუ მე მგონი რომ მთავარი თემა არის ასტრიდის ზუსტადაც და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც ასტრიდის ასე ვთქვათ, შეიძლება know-how იყო მის სამწერლო კარიერაშიც, ეს არის რთული, მძიმე თემები, რომლებზეც ის ბავშვებთან საუბრობდა და რომელსაც არ გაუგებოდა და არ ეშინოდა. სიკვდილის თემა, ავადმყოფობების თემა, მარტოობის, დეპრესიული განწყობების თემა და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ასტრიდის ეპოქაში ეს ძალიან დიდი ის იყო რა, არა, მოკლედ ყოველთვის ტაბუირებული თემა იყო და აი ამ სარა შვარტის წიგნით თუ დაინტერესდებით, უფროსებსაც მინდა ვუთხრა, ვინც ასტრიდის მოყვარულები ხართ, ბოლო გვერდებზე ძალიან გთხოვთ, რომ არ გამოტოვოთ ის წერილი, რომელსაც ასტრიდი უგზავნის გამომცემლობას, პირველად, როცა სთავაზობს თავის ამ პეპის პირველ ვარიანტს. ამ გამომცემლობამ მაშინ უარი უთხრა ასტრიდს სხვათა შორის. და აი ამ წერილში სხვათა შორის წიგნის ტონისგან განსხვავებით ნახავთ მე ძალიან ვეცადე რომ იცი ეს ტონი მოკრძალებული და ძალიან რიდით მიწერილი ტონი შემენარჩუნებინა ქართულ თარგმანშიც როგორი აი სიფრთხილით და მოკრძალებით წერს ის გამომცემელს რომ აი ესეთ თავხეთ ბავშვზე დავწერეო და იქნებ შანსი მისცეთ მასაც არსებობის და ძალიან კარგად ჩანს იქ ზუსტად როგორ აპარებს რომ აი თავხეთ ბავშვზე წერს კარგად აღზრდი ანუ ანტომის დანიკასნაირ ბავშვზე კი არ წერს და სხვანაირ ბავშვზე წერს მაგრამ ასევე ბავშვზე რომელსაც აქვს არსებობის უფლება აუცილებლად ისეთი ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მასაც უნდა მიცეთ ხმაო და ძალიან გაუმართლა მოკლედ სოფლიოს რომ მეორე გამომცემლობამ უარი არ უთხრა და გამოიცა თქვენი საყვარელი პეპი რომელსაც სხვათა შორის ბავშვებს არ ვიცი ეცოდინებათ თუ არა აი აქ არ ვიცი რამდენად ჩანს სინამდვილეში პეპის ქვია პიპი შვედურ ენაზე პეპის ქვია პიპი მაგრამ რადგან თქვენთან ქართულ ენაზე პიპი ითარგმნა შვედურიდან არა და რუსულიდან რუსულმა გამომცემლობებმა მაშინ საბჭოთა კავშირის გამო ძალიან დიდი ცენზურა იყო რა თქმა უნდა ქართველებს რომ ეს პიპი ცოტა უცენზურო სახელი იყო მით უმეტეს გოგოსთვის იმიტომ რომ რუსულ ენაში პიპი ასოცირდება ფისის ქნასთან ხო რაღაც ეგეთი ასოციაცია არ გაუჩნდეთო ჩვენ ბავშვებსო და არ გავყვნათ ალბათ ესე იფიქრეს და ამიტომ დაარქვეს პეპი მე ქართულმა თარგმნელებას რა თქმა უნდა ალბათ არც დაფიქრებულან ხო როგორც იყო სახელი ისე გადმოიტანეს და შემდეგ უკვე როდესაც ბაკურ სულაკაუჯის გამომცემლობამ ეს წიგნები ახალი რედაქციით უკვე ჩასწორებული რედაქციით გამოუშვა სახელი არ შეიცვალა იმიტომ რომ ყველას ძალიან გვიყვარს პეპი მართლა რაღაცნაირად ორგანულად მივიღეთ მე მგონი და ერთადერთი შემთხვევაა მე მგონი რომ სახელი არ შეიცვალა და დარჩა დღეს პეპი მაგრამ სინამდვილეში პეპის ქვია პიპი სენეთ რომ ასტრიდი დასაწყისშივე რომ პეპი არ იყო ასე ვთქვათ სტანდარტული ბავშვი სიმართლე რომ ვთქვათ არც არა იყო ხო ასეთი ბავშვი ასეთი მოზარდი უფრო მეტი რომ გუთხრათ აი რადგან ბავშვები და მოზარდები გასწრებია რომელსაც შეიძლება ჯერ წავკითხავთ სხვათა შორის ახლა გამახსენდა რომ აქ ვესწრებთ მოსწავლე რომელსაც წავაკითხე ზუსტად ეს წიგნი და ძალიან მიხარია რომ ასე კარგად დაიმთხვა და ხო ვისაუბრეთ სარაზე ვინ არის სარა და რატომ დასჭირდა მას ასტრიდის თანადგომა სარა იყო ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო შვედეთის საკმაოდ პროვინციულ ქალაქ სოფელში ასე ვთქვათ ანუ ის არ იზრდებოდა მეგაპოლისში არ იყო ესეთი ძალიან განათლებული არისტოკრატული ან შეიძლება ასე ვთქვათ აკადემიური სივრცის წარმომადგენელი ოჯახის შვილი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის შვილი იყო რომელიც 70-იანი წლების შესაბამისად იზრდებოდა ტელევიზორთან ერთად ცხადია და ამ ტელევიზორში რაც გადიოდა ყველაფერს უყურებდა და როდესაც უკვე ასტრიდის წიგნების მიხედვით დაიწყეს ფილმების გადაღება, რა თქმა უნდა, ეძებდნენ მთელი შვედეთის მასშტაბით ბავშვებს, ვინც ამ პერსონაჟებს გავდნენ. ასევე კიდევ იყო ერთი ცნობილი მწერალი, იმ დროს, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი მწერალი, მისი წიგნის მიხედვითაც აპირებდნენ ფილმის გადაღებას და ტელევიზიით გამოაცხადეს კასტინგი და ამ გოგონას უნდოდა მასში მონაწილეობის მიღება. და ასტრიდს წერდა წერილს რომ იქნებო შენო ესეთი კეთილი ადამიანი ხარო და დამეხმარო რომ მოხვდე ამ გოგოს
როლი რომ მათამაშონო. ქონდა აი ძალიან დიდი რაღაცნაირი აკვიატებული აზრი, რომ ამ გოგოს როლში უნდა ეთამაშა ამ ფილმში. პირველი წერილი, როგორც უკვე ვთქვი, რაღაცნაირად ალბათ სხვა წერილებთან ერთად ჩვეულებრივ წერილად აღიქვა მან ასტრიდმა უპასუხა, როგორც ყველა სხვა წერილს, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ალბათ. რა, ან შეიძლება რაღაცნაირად ისე მიუთითა კიდევაც, რომ ცოტა არასწორი იყო, ასე თხოვდა რა. მით უმეტეს ახლა სკანდინავიური მენტალიტეტისთვის ეს ნაცნობობით და ნათესაობებით რაღაცების ჩატყობა ძალიან მიუღებელი, კი არა, გაუგებარიც არის აბსოლუტურად და ამ გოგოს ძალიან ეწყინა და როგორც გულწრფელად, ბავშვური გულწრფელობით, მოკლედ ძალიან გაბრაზებული წერილი მისწერა. ისიც არ დაუმალა, რომ ის პირველი პასუხი რაც მომწერა, იმდენად გაუბრაზდია, რომ დავხიერე ტუალეტში ჩავრეცხეო და მე რას წერდა ესე ძალიან ამ აღელვებული წერდა ამ წერილს მოკლედ და აი უბრალოდ სადაც თქვი რომ ასტრიდმა დაიწირა აი მე მგონი რომ ისია ეს რაღაცნაირი ფსიქომენტალური მდგომარეობა ასე ვთქვათ ასტრიდმა რაღაცნაირად დაინახა რომ ამბავს ჭირდებოდა მხარდამჭერი და ასე ვთქვათ ძალიან აი ყოველგვარი მოლოდინის გარეშე ნამდვილად არ მგონია რომ ასტრიდი ფიქრობდა რომ ეხა ეს წლები გაგრძელდებოდა და რაღაცნაირ ფსიქოლოგობას გაუწევდა ამბავს უბრალოდ იფიქრა რომ აი ერთი წერილით ალბათ რაღაცნაირად შეუფსუბუქებდა მდგომარეობას და აი ესე მისწერა და მე ამ წერილის იქით უკვე კარგად ჩნდება ამ სარას ჩვენ ვხედავთ უკვე დაახლოებით 30-40 წლის განმავლობაში ამ მიმოწერაში სხვადასხვა ასაკში და ყველა ასაკში მინდა ვთქვა რომ იგრძნობა მისი არასტაბილური მენტალური მდგომარეობა ასევე ის ლაპარაკობს იმაზეც რომ მოხვდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სადაც პურნალობდნენ ცოტა შეიძლება უბრალოდ რთული ქცევის ბავშვი იყო როგორც უკვე ვთქვი ხო ანუ 70-იანი წლები 50-იანი და 60-იანი წლების შვილი იყო აღზრდის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულებები იყო შვედეთშიც კი არ იყო ასეთი ტოლერანტული და ბავშვების უფლებების დამცველი საზოგადოება მაშინ ამიტომ იქაც რა თქმა უნდა იძულებით კურნალობები და ესეთი მიდგომები არ იყო უცხო შესაბამისად ეს გოგო აი ესეთი დამოკიდებულებით კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა რა ანუ რაც უფრო ცუდად არის ადამიანი კიდევ უფრო უმატებენ და რა თქმა უნდა მე უფრო და უფრო იმატებდა მისი შფოთვის დონე რაც წერილებში ძალიან კარგად იგრძნობა და მე იმედი მაქვს რომ ეს გამოვხატე თარგმანშიც ვეცადე რომ რაღაცნაირად შემენარჩუნებინა. კითხვა ხო არა გვაქვს ხელს იწერდა ბიჭი თუ არ ვცდები. არა, მე მგონი არა. თუ რა ვინმეს კითხვა ექნება, შეგიძლიათ დაგვისვათ. კი, ხო, და აი მე ძალიან მომწონდა ზუსტად ეს ასტრიდის თარგმნის დროს ამ წიგნში მისი ფრთხილი დამოკიდებულება ზუსტად ამ გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიმართ, რომ თუ რამე რჩევას აძლევდა შეპარულად ეუნებოდა რომ აი მე აი ესე მიმაჩნია მაგრამ შენ როგორც ჩათვლი საჭირო თუნდაც სიგარეტის წევასთან დაკავშირებით რაღაც მაგალითები მოუყანა რომ ჯანმრთელობისთვის ეს არ არის კარგი მაგრამ როგორც თქვი უკვე არასდროს არ ყოფილა მორალისტი ადამიანი და მე მგონი ზოგადად ცხოვრებაში არ იქნებოდა მორალისტი ადამიანი ესე ვფიქრობ შვილებთან ურთიერთობაშიც ომის დღიურებში ძალიან კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება შვილების მიმართაც და ეს ორი წიგნი კომპლექსში ერთად მე მგონი ძალიან კარგ სურათს ქმნის აი თქვათ სარას მიმოწერაში ხო ასტრიდის ოჯახური მდგომარეობა ნაკლებად ჩანს და თუ ომის დღიურებსაც წაიკითხავთ ფაქტობრივად დაინახავთ როგორი იყო ასტრიდის ყოველდღიურობა როცა სარას წერდა და ძალიან მიხარია რომ ეს ორივე წიგნი რაღაცა თითქოს ერთდროულად გამოიცა და მართლა ძალიან კარგ სურათს გვაძლევს ასტრიდის როგორც ადამიანის, როგორც ქალის, მზარეულის მათ შორის. რა ვიცი, მოკლედ თუ რამე კითხვა გაქვთ, კიდე გავაგრძელოთ, რომ მარტო ლექციური ხასიათი არ ქონდეს ჩვენ ლაპარაკს. ხო, შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ სარას უკეთეს მომავალში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ასტრიდს თავისი მხარდამჭერი სიტყვებით. რიკა, მაშინ გადავიდეთ ნელ-ნელა მელკერსონების ოჯახზე და მივადგეთ სალკროკას და ვისაუბროთ ამ წიგნზე. თქვენ აღნიშნეთ, რომ როგორც მხატვრული ტექსტი ასტრიდის ეს თქვენთვის პირველი იყო და როგორი იყო თარგმნის პროცესი, დარწმუნებული ვარ ძალიან სასიამოვნო და რას გვეტყოდით ამ წიგნზე, აი თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ წიგნისადმი?
პირველი ჩემთვის იყო საკმაოდ დიდი პასუხისგებლობის გრძნობა, როცა ეს წიგნი მომცეს სათარგმნად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი სულ მესმოდა როგორ უყვარს ქართულ მკითხველს ეს წიგნი ძველ თარგმანში და ციტირებაც კი მესმოდა რამდენიმე ფრაზის განსაკუთრებით, რომელიც მე შეიცვალა ჩვენ თარგმანში და ცოტა მღელავდი ამის გამო, იმიტომ რომ აი როგორც პეპი მაგალითად დავტოვეთ პეპით, მე ვფიქრობდი როგორ მიიღებენ ამ ახალ თარგმანს თქო, მაგრამ ნუ რავი, ამ წლების განმავლობაში არანაირი კრიტიკა არ გამიგია ყოველ შემთხვევაში და მე მგონი არ გამოვიდა ცუდი. ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა ვთარგმნიდი ზაფხულში, ზუსტად აქ ვიყავი მეც ჩემ სოფელში და ძალიან ახლოს არის ჩემთან, იმიტომ რომ ეს სოფელში გატარებული ზაფხულები ჩემთვისაც ძალიან მშობლიური მთელი ცხოვრება ყოველ ზაფხულს ჩემ სოფელში ვატარებ ასე და აი ეს ძველ სახლში ჩასვლა, იმის დაალაგება, მოწყობა და მე სანამ დაალაგდები რომ უკვე უკან უნდა წახვიდე, ეს განცდები ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის და ძალიან გამიადვილა ამან თარგმნა თუ შეიძლება ითქვას. ეს ოჯახი თვითონ იმდენად საყვარელია ყველა წევრით და ზოგადად იქ აღწერილი ფათერაკებით, რომ მაგიტომაც უყვართ ბავშვებს ნამდვილად. თუ ყურადღებით და გულისყურით წაიკითხავ, ნამდვილად შეგაყვარებენ თავს ოჯახის წევრებიც, ბოცმანიც, ძაღლი ბოცმანიც, ჩორვენი განსაკუთრებით და აი აქაც ასტრიდის ამ წიგნში იგრძნობა ზუსტად არის ბუნების სიყვარული, რაც ზოგადად ყველა სკანდინავიელს და მათ შორის შვედებს ძალიან ძლავრად აქვს სისხლდიდში და ხორცში გამჯდარი. თან რაც უფრო შორს მიდიხარ ქალაქიდან და უკაცრიელ კუნძულზე მიდიხარ, ეს უფრო მით უმეტეს ძალიან გაახლოებს ბუნებასთან და რა თქმა უნდა, აი როცა ვილაპარაკეთ ამ კაცმოყვარეობაზე და ერთმანეთის მიმღებლობაზე, ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს ეს როგორ აი მეზობლური დამოკიდებულება რამდენად მნიშვნელოვანია, საჭიროა და ისეთ ფილად აღწერს ასტრიდი ამ კეთილ მეზობლურ ურთიერთობას კუნძულზე, რომ მართლაც შენს გინდება, რომ აი სადღაც იქ ჩამოჯდე და მათთან ერთად ეს ბეზეიანი ტორტი წამო ან რაღაც. ხო, რა ვიცი, ძალიან მე ზოგადად ვცდილობ ხოლმე ჯერჯერობით დახმარება არ გამომიყენებია. მე მგონი წიგნი არ შემხვედრია, რომ ლექსი ან სიმღერა არ მქონდეს გადასათარგმნი და სულ ვცდილობ, რომ მე თვითონ მოვერიო ამას და აი სულ ხანდახან მიგუბრუნდები ხოლმე ამ წიგნს და განსაკუთრებით მიყვარს ზუსტად ის ადგილი, სადაც მამა ლექსად ამბობს, როდესაც ნავით დაიკარგებიან ბავშვები. დააბრუნებენ მერე სახლში და მამა, რომელიც თითქოს ესე გულწრფელად არ გამოხატავს ხოლმე როგორ განიცდის ხო ბავშვების ამბავს, მაგრამ ამ ლექსში როგორ ჩააქსოვა ეს დარდი, რომ გადავრჩითო, ღმერთმა დაგვიფარა და გადავრჩითო, მაგრამ ნეტა რამდენი ხანი გვეყოფა ეს გადარჩენა, ეს ირონიაც ძალიან კარგად ჩანს და თუ დააკვირდება მკითხველი, აი ზუსტად ასტრიდს ჰქონდა გადასარევი იუმორის გრძნობა, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა და აი თითოეულ ამ დიალოგში და ფრაზაში ისეთი კარგი სარკასტული შენიშვნები აქვს ხოლმე, რომ მეც სულ აი რაღაცნაირად ვცდილობდი, რომ ქართულში შემენარჩუნებინა ეს იუმორი, რომ არ დაკარგულიყო არანაირად და იმედი მაქვს გასაგები არის მკითხველისთვისაც. მოკლედ ძალიან ბევრი დადებითი თვითება ჰქონდა ამ ქალს, რა ვიცი, რომელი ერთზე ვილაპარაკო. ლიკა, რომელ პერსონაჟს გამოარჩევდით? ჩორვენი რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს ჩორვენი და მამა მელკერი ძალიან საყვარელია. უსაყვარლესი თავისი სხვათა შორის ძალიან მომწონს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მამა ჩემსაც მაგონებდა აი ეს რო არ გეხერხება რაღაცების კეთება სახში, მაგრამ მთელი გულით და სულით რო ვცდილობდა რაღაც გამოგონებებს, რა აი წალი რო გაყავდა, მაგალითად ეს სიტუაცია იყო ძალიან სახალისო ჩემთვის, რაღაც მილებს რო აკეთებდა და რო დაიღوارა ეს წყალი მერე, მაგრამ თან აი რაღაცნაირი კომბინაცია არის მელკერში, ხო, ხელოვანი ადამიანი, პოეტი, ლექსებს წერს და ამ დროს ნუ შვილები ყავს და საყოფაცხოვრებო ამბებშიც უნდა ჩაერთოს, მაგრამ არ გამოსდის. რა ქნა. უბრალოდ აი ეს საალტკროკაში ეგ ჩანს, რომ მეზობლების დახმარება, ან როცა კარგი ურთიერთობა გაქვს ადამიანებთან და ეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული გაქვს, ზოგადად ადამიანური სიყვარული გაქვს, ხო, ადამიანებთან ყოველთვის გიბრუნდება სიკეთით და მე მგონი დღევანდელ დღეს ცოტა ის გვაკლია ადამიანებს ჩვენ ამ ციფრულ სამყაროში, მაგრამ თუ მოინდომებ, მე მგონი შეიძლება რაღაცნაირად კიდე შენარჩუნება. აი ლიკა, თქვენ ახსენეთ, რომ ასტრიდი არ ერიდება ხოლმე
ისეთ თემებზე საუბარს, როგორიც არის მაგალითად თუნდაც გარდაცვალების თემა და ძალიან ფაქიზად ეხება ამ თემას, მაგალითად ძმებლომგულებში, ხომ? ჩემი აზრით, სალტკროკელებიც ასეთი წიგნია, სადაც ასტრიდი გეუბნება, რომ ყოველთვის სიხარული არ არის ცხოვრებაში, არის სევდაც, ხო? და ამასაც დაუფარავად ეუბნება ბავშვებს. აი, რომელი მონაკვეთი გახსენდება თქვენ ისეთი, რომელზეც იგი ფიქრიათ, რომ რა კარგად აღწერა თუნდაც ცხოვრების დადებითი მხარე ან ცხოვრებისეული გამოწვევები, მაგალითად რაღაც სევდიანი მონაკვეთები. კი, რა თქმა უნდა, სალტკროკაზში მთავარი რაც არის, ხო, მე ამ თავის ხალისიან ამბებთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს კითხვას ავიწყდება, მაგრამ ვიწყებთ იმით, რომ დედა არ ყავთ ბავშვებს, ხო, არის მამა და შვილები და უკვე თავიდანვე ჩდება კითხვა, რომ სად არის დედა. მაგრამ მე გავიწყდება ეს ყველაფერი ამ სოფლის მხიარულ ცხოვრებაში და შემდეგ უკვე სადღაც შუა წელში ჩნდება პატარა ბაჭია, რომელსაც დაიმეგობრებს, ხო, ერთ-ერთი შვილი მელკერის და შემდეგ როგორ კვდება ეს ბაჭია. და აი ზუსტად მე მგონი რაღაცნაირი პარალელი გავავლო მან ზუსტად ამ დანაკარგის თემასთან, იმიტომ რომ არ შეიძლება ამასაკის ბავშვები, რომლებსაც უკვე გამოცდილი აქვთ დედის დაკარგვა, არ განიცდიდნენ, ან მათ ქცევაში არ იყოს რაღაცნაირად ეს ჩაქსოვილი, ხო, ეს სევდა. მაგრამ პირდაპირ წიგნში, პირდაპირ მან არ ილაპარაკა ამ თემაზე, ცხადია, თუმცა სიკვდილის თემა მაინც შემოიყვანა და შემოიყვანა ისიც თან აი საკმაოდ მძიმედ, თავისი რიტუალური დაკრძალვით და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე იმედიანი ფრაზით, რომ ცხოვრება ასეთია და ცხოვრება გრძელდება. ეს მონაკვეთი, რა თქმა უნდა, ძალიან სახალისო იყო სათარგმნასაც თავისთავად, მაგრამ ჩემთვის უფრო რთული მართლა მახსოვს ემოციურად, რომ დავამთავრე ამ ნაწილის თარგმნა, ცოტა ხანი მეთი უნდა ამოვისუნთქოთ, ხო, შევწყვიტე თარგმნა და მე მეორე დღეს გავაგრძელე, ეს იყო, როდესაც ბოთმანი მიყავთ მოსაკლავად, რომ აბრალებენ, რომ შეგვიჭამაო ისინი, ხო? აი იქ ძალიან კარგად აქვს აღწერილი ეს განცდები, რაც გრძნობს ადამიანი, რომელსაც უყვართ ცხოველი, მაგრამ საზოგადოების ზეწოლის გამო აი ესეთი ნაბიჯის გადადგმა უწევს და როგორ შვებას, აი რაღაცნაირად თითქოს ბუშტი რო ჩაიფუშება, აი ესეთ შვებას გვრის მე ზუსტად ეს კულმინაცია ამ ტექსტში, როცა იგებ რომ ბოცმანი არ მოკვდება და არ მომკვდარა და იმიტომ რაღაც ბოცმანი რაღაც ის არის ცენტრალური ფიგურა არის ამ წიგნის თავისთავად და გიყვარდება, ხო, ადამიანურად გიყვარდება ეს ცხოველი და მით უმეტეს ვისაც სახში ცხოველი გყავთ და გამოგიცდიათ როგორია ცხოველის სიყვარული, მე მგონი უცხრემლად ვერავინ ვერ წაიკითხავს. ხო და ეს რაღაცნაირი ძალიან კარგი მომენტი არის, მე ესე ვფიქრობ, რომ მეც ასე გავიზარდე ახლა ჩემ ბავშვობაში, რომ სიკვდილზე ლაპარაკი წიგნებში მით უმეტეს, რა ვიცი, ნაკლებად იყო, მე მგონი და არც არავინ არ გველაპარაკებოდა, ან რამეს თუ იტყოდი, რომ ჩუ მაგას ნუ ახსენებ, ან ყველა ერიდებოდა ამ თემას და რა თქმა უნდა ასტრიდი ერთ-ერთი პირველი იყო ალბათ და დღევანდელ დღეს უკვე შვედეთში ფაქტობრივად ბავშვებთან სასაუბრო არც ერთი თემა არ არის ტაბუირებული. გარდა აი ესეთი ლიტერატურული ნაწარმოებებისა, შვედეთში ძალიან უხვად გამოიცემა დასურათებული წიგნები ბავშვებისთვის, ანუ მხოლოდ ნახატი და რამდენიმე ფრაზა რო არის და ამ დასურათებული წიგნებით ავტორები ცდილობენ ბავშვებს აუხსნან მაგალითად წარმოშობა, როგორ წარმოიშობა ადამიანი, როგორ მრავლდება, ასე შემდეგ. ძალიან ბევრ სამეცნიერო თემაზე შეიძლება ესეთი პატარა წიგნი არსებობდეს და ბავშვს აცნობდეს და წლების წინ, როდესაც გარკვეულ პროექტში შვედ მწერლებთან მუშაობდი, ძალიან ბევრი წიგნი წამოვიღე იქიდან იმ იმედით, რომ ერთ დღეს ჩემი შვილთან გამომადგებოდა და ძალიან კარგად მახსოვს, რომ იყო ესეთი სამწიგნიანი სერია და ერთი წიგნი ამ სერიაში იყო სიკვდილის წიგნი. ზუსტად. ანუ იყო სიყვარულის წიგნი, იყო თუ არ ვცდები დაბადების წიგნი და იყო სიკვდილის წიგნი და ძალიან რაღაცერი კარიკატურული ნახატებით იყო ახსნილი რა არის სიკვდილი, რა ხდება სიკვდილის შემდეგ, რომელი რელიგია როგორ ახსნის ამ სიკვდილს და ჩემთვის ეს იყო რაღაცნაირი შემოbrunება, იმიტომ რომ მე ესეთ ლიტერატურასთან ადრე არასდროს არ მქონია შეხება და იმიტომაც წამოვიღე, ვიცოდი რომ ხა ჩემი შვილი ალბათ შვედური არ ეთოდინებოდა მაგ ასაკში, მაგრამ სამომავლოდ ყოველ შემთხვევაში ვიფიქრე რომ ნახატებით მაინც შევძლებდი მასთან ამ ძიმე თემებზე რაღაცების შესახებ უფრო ადვილ კომუნიკაციას რა და
რა თქმა უნდა, უდაოდ ეს ყველაფერი არის მემკვიდრეობა ასტრიდის და მისი თანამედროვე სხვა მწერლების, ალბათ ვინც აი გაბედა და დაიწყეს ამ თემებზე ლაპარაკი და მე ვფიქრობ, რომ არანაირ ზიანს ეს ბავშვებს არ აყენებს, იმიტომ რომ განსაკუთრებით დღევანდელ სამყაროში, როცა ყველას ტელეფონი უჭირავს ხელში და მაინც შეხება გვაქვს ამ ცუდ ნაკადთან, ხო, ცუდი ამბების ნაკადთან, აუცილებელია, რომ ეს ინფორმაცია გადავამუშაოთ და ბავშვებს დაეხმარონ ბავშვები ამ ინფორმაციის გადამუშავებაში და აი ლიტერატურა, რომელიც ამ მძიმე თემებზე ლაპარაკობს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დახმარება ამას და მხოლოდ ბავშვებისთვის არა, პირველ რიგში მშობლებისთვის ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ასტრიდის უნიკალურობა ალბათ ეგ არის, როგორც წერლის, რომ ის თითქოს ბავშვებისთვის წერს, მაგრამ ელაპარაკება მშობლებს ამავე დროს და რაღაცნაირ მაგალითს აძლევს, როგორ მიიტანო რაღაც ინფორმაცია ბავშვამდე, ხო? რაღაცნაირი თავდაჯერებაც ქონდა ალბათ ამ ადამიანს, იმიტომ რომ თითქოს არ იყო თან ქედმაღალი და ამპარტავანი და არასდროს არ უთქვამს, რომ აი მე ვარ და მხოლოდ მე, მაგრამ რაღაცნაირი თანდაყოლილი ის ქონდა რა. აი ეს ნიჭი, რომ რასაც ამბობდა, მე მგონი არაფერში არ შემცდა. ნამდვილად და აი თქვენც აღნიშნეთ, რომ მისი ტექსტები არ არის მხოლოდ ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ნამდვილად არის მშობლებისთვის, ერთგვარი სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, როგორ უნდა ვისაუბროთ ალბათ, თუნდაც ასეთ რთულ თემებზე, როგორ უნდა შევაჩვიოთ იმას, რომ სევდაც იქნება ცხოვრებაში გამოწვევები და ასე შემდეგ. თქვენ ასევე ხაზი გაუსვით იმას, რომ აი ძია მელკერი არის შემოქმედი ადამიანი. მაგრამ მასაც უწევს ეს ცხოვრებისეულ ამბებში ჩართვა. ალბათ გარკვეულწილად ასტრიდი შესაძლოა საკუთარ თავზე საუბრობს, ხო? იმიტომ რომ თვითონაც აი ომის დღიურებში ჩანს, როგორ არის ჩართული საოჯახო საქმეებში და თან წერს პარალელურად, ხო? შემოქმედია. ზოგადად აი თუნდაც ასევე ახსენეთ თქვენ, რომ ასტრიდის ნაწარმოებებში ხშირად ბავშვებს არ ჰყავთ დედა. ესეც თითქოს არ ვიცი რამდენად სწორია პარალელის გავლება, მაგრამ მე მახსენდება, რომ ასტრიდს როდესაც პირველი შვილი შეეძინა, მისი ცოტა ხნით სხვებთან დატოვება მოუხდა, შაბათ-კვირას ყოველთვის აკითხავდა, მუშაობდა დაუსრულებლად, რომ შვილისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა და საბოლოოდ მასთან წაიყვანა და თითქოს რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, რომ ის დღეები, თუნდაც ის წლები, რაც შვილთან ურთიერთობაში დაეკარგა, როგორც მარტოხელა დედას, თითქოს აანაზღაურა აქ, რომ აი პეპი მაგალითად კი არის იზრდება დედის გარეშე, მაგრამ ის მაინც უმკლავდება ამ ყველაფერს და ბავშვებს ასწავლის ამით დამოუკიდებლობასაც. ხო, აი ამაზეც რომ ვისაუბროთ, რამდენად იჭრება ასტრიდის ბიოგრაფიული. ხო, ასტრიდი რას ფიქრობდა, ვერავინ ვერ ვეტყვით ამას, ხო, ცხადია, მაგრამ ასევე რასაკვირველია, ესეც ცხადია, რომ მის პირველ შვილთან ეს ტრაგიკული გამოცდილება შეიძლება ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, შეიძლება ამანაც განაპირობა, რომ რაღაცნაირად მწერალი, მანამდეც გაზეთში მუშაობდა და ყოველთვის წერდა, ჟურნალისტობას აპირებდა, საბავშვო მწერლობა არასდროს არ უფიქრია, მაგრამ ეს ფაქტობრივად ასტრიდის თვითონ ბავშვი იყო, როცა შვილი შეეძინა, მასაც ჯერ კიდე არ ქონდა რაღაც გარკვეული სიმწიფე და გზა გავლილი და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან კარგი ბავშვობა ქონდა, მაგრამ ძალიან ადრეულ ასაკში მოუხდა უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემებთან შეჭიდება. რაღაცნაირად შეუწყდა ეს ბავშვობა, დანაკლისი გონდა, იმიტომ რომ აი როგორც ახაწერს მას ქონდა ძალიან კარგი ბავშვობა, სოფელში თავის მშობლებთან, ხალისი, ბევრი დედმამიშვილი, ბუნებაში ყოფნა და უცებ მერე შეწყდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი ესეთი საბედისწერო რამე მოხდა მის ცხოვრებაში. შვილის მიტოვება მოუხდა ზუსტად იმის გამო, რომ ვერ დაბრუნდებოდა მშობლების სახლში. ამ პერიოდში შვედეთში არ იყო ესეთი ტოლერანტული მდგომარეობა. დანია ბევრად უფრო სჯობდა შვედეთს ამ დროს. დანიაში უკვე არსებობდა სპეციალიზებული სახლები, სადაც იღებდნენ ქალებს, ახალგაზრდა გოგოებს, რომლებიც ქორწინების გარეშე დაორსულდნენ და აპირებდნენ შვილის გაჩენას. თუმცა ამ სახლებიდან ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ბავშვების გაშვილებაც ხდებოდა. ანუ დედები ვერ იბრუნებდნენ ბავშვებს. გარკვეული პერიოდი ამ სახლში ზდიდნენ ბავშვებს და შემდეგ სხვა ოჯახებს მიჰყავდათ. მაგრამ ასტრიდმა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც არ იყო ძალიან დიდი ასაკის,
მაქსიმალური შეძლო იმისთვის, რომ შვილისთვის გაეკეთებინა ყველაფერი, რაც შეეძლო. შაბათ-კვირას ვიზიტით დაწყებული, იმით რომ 3 წლის შემდეგ მან უკვე წამოიყვანა შვილი სახლში და ძალიან დიდი გამოცდილება იყო მისთვისაც ამ 3 წლის მერე, როდესაც შვილი დედათაც ვერ ცდილობდა და ვერ აღიარებდა მასთან კავშირის დამყარება. და ომის დღიურებში ეს ძალიან კარგად ჩანს მერე უკვე ჭაბუკობის დროს, როცა მისი შვილი წამოიზრდება, როგორ წარმოიქმნება უკვე გარკვეული კონფლიქტური სიტუაციებიც ბიჭთან, ვაჟთან, უფროს ვაჟთან. თუმცა საკმაოდ ისეთი მცირე არის ეს ინფორმაცია და მე ალბათ უფრო სასაკში არ გაყვა ეს პრობლემები, მაგრამ ძალიან კარგად შეიძლება ვიმსჯელოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პირველი წლები ბავშვის განვითარების და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ბავშვი იყოს მშობლებთან, არა მხოლოდ დედასთან, აქ ხას გაუსვა მამაც იგულისხმება, რა თქმა უნდა, და ეს დანაკარგი, რომლის ამოვსებაც ფაქტობრივად თითქმის შეუძლებელია. ანუ რაღაც მომენტები ჩემი შეგრძნებით, როდესაც ასტრიდი უკვე შულთან ურთიერთობაზე წერდა, მან უკვე მიიღო, რომ რაღაც სიცარიელებს ალბათ უკვე ვერაფერი ვეღარ ამოავსებდა და ეს მდგომარეობა მიიღო ისეთი როგორიც არის, შვილი მიიღო ისეთი როგორიც არის და ის ურთიერთობაც როგორიც ჩამოუყალიბდათ, მიიღო ისეთი როგორიც არის. პეპის შემთხვევაშიც ალბათ რაღაცნაირად შეიძლება ქვეცნობიერ დონეზე მოხდა ეს, რომ მან დაიწყო ზუსტად უდედო გოგოზე წერა, თუმცა არც ვიცი, შეიძლება არც იყო ეს. უბრალოდ როგორც ვიცით, პეპის წერა დაიწყო, წერაც არ დაწყებულა, უბრალოდ ამბებად ყვებოდნენ ამ ამბავს კარინმა, მისმა შვილმა მოიგონა ეს პერსონაჟი და სახელიც მან მოიგონა. ბევრ დედას ექნება ესეთი შემთხვევა, ხა რაღაცა შვილს რო უყვებიან რაღაცა და ბევრ ბავშვს აქვს გამოგონილი სიტყვა, ხო? ანუ ესეთი რაღაც გამოგონილი სიტყვა არის პეპიც. ახლა არ ვიცი მართალია გითხრა, მე მგონი არც არ ქმნებენ ამ სახელს ბავშვებს, ანუ არ გამიია ყოველ შემთხვევაში, უბრალოდ გამოგონილი სიტყვა არის რა და მე აი რაღაცნაირად ეს პერსონაჟი შექმნეს ერთად და ასტრიდმა დაიწყო ამ ამბების ჩაწერა და კარინს აჩუქა დაბადების დღეზე ხელნაწერი, პირველი ხელნაწერი ამ პიპის და მაშინ რა თქმა უნდა იმ პერიოდში სხვა გასართობი ბევრი არ იყო, წიგნები ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი იყო ბავშვებისთვის და ომის დღიურებში ძალიან კარგად ჩანს ასტრიდი ნუსხას წერს, რაც ჩუქნის ბავშვებს საშობაოდ და წიგნები ყოველთვის მონაწილეობს ამ საჩუქრებში და ცხადია რომ ასტრიდის შვილებმაც ეს ხელნაწერი რო კითხულობდნენ ალბათ ძალიან დააფასეს, მათ შორის მე ნათესავების და მეგობრების ბავშვებსაც წაუკითხეს და ყველამ ალბათ შეუქო ეს ნაწარმოები და დარწმუნდა ისიც რომ გამოცემას აზრი ჰქონდა, თუმცა თავიდან არ ვფიქრობ რომ მანდამაინც წიგნად ქცევა ჰქონდა განზრახული, მით უმეტეს რომ იმას აქში ომის პერიოდია, გაჭირვება არის და რაღაცნაირად მე მგონი ამისთვის არც ეცალა, მაგრამ ალბათ ისევ ბავშვების აზრმა და ბავშვების შექებამ გამოიწვია რომ ეს წიგნი გახდა მერე წიგნი და პეპი გახდა ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის ზუსტად ამიტომ რომ ის არის განსხვავებული. თორემ უდედოდ გაზრდილი ბავშვი მე მგონი ომის პოსტ-ომის ეპოქაში არავის არ უყვირდა, მაგრამ ეს იყო ბავშვი, რომელიც შეიძლება რაღაცნაირი ხატი შეგვნა მან პეპისგან თუ გავითვალისწინებთ რომ აი ეპოქაში დაიწერა პეპი, ხო, ეს არის მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობა და გამოცემა უკვე ომის შემდეგ მოხდა. ომის ობლები, ასე ვთქვათ, ხო, ვინც ობლდებოდნენ ომის პერიოდში, ასე მარტო არავინ არ იზრდებოდა, ხო, და პეპიშიც გახსოვთ ალბათ იქ ესეთი დეიდები რომ მიდიან ბავშვთა სახლში უნდა წაგიყვანოთ რომ ეუბნებიან, ხო, ანუ სისტემა და საზოგადოება იყო ესეთი, რომ ბავშვი მარტო არ დარჩებოდა არანაირად, ხო და პეპი არის ეს, არღვევს ამ სტერეოტიპს, მარტო ცხოვრობს და გვეუბნება რომ ყავს მამა, მაგრამ ფიზიკურად ჩვენ ამ მამას ვერ ვხედავთ, ხო? რეალურად შეიძლება არ წავს მამა, შეიძლება მისი გამოგონილია ეს მამა, მაგრამ რაღაცნაირად პეპი ახერხებს რომ თავისი ამ სიმარტოვით დაიკავოს ადგილი საზოგადოებაში და ადამიანებს დაარწმუნოს, რომ ისიც ამ საზოგადოების დაანახოს, რომ საზოგადოების ნაწილია და პირველ რიგში ამას რითი აკეთებს, ხო? ის გადის კონტაქტზე თავისნაირ ბავშვებთან, ან მისი ასაკის ბავშვებთან, რომლებიც აღზრდით და ქცევით მისგან განსხვავდებიან, მაგრამ ხდებიან, ასე ვთქვათ, მისი ელჩები უფროსებთან შემდეგ. და როდესაც უფროსებიც ხედავენ, რომ ეს განსხვავებული ბავშვი საერთოდ არ არის სხვანაირი ბავშვი, ხო, მერე ის ხდება ჩვეულებრივი წევრი ამ საზოგადოების და
ძალიან კარგი ასე ვთქვათ მასტერ-კლასი იყო, ასე ვთქვათ. ხო, პეპიც იგივეა, მშობლებისთვისაც ძალიან კარგი არის პეპი იმისთვის, რომ დაგვანახოს, რომ განსხვავებულობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მტრად უნდა ვექცეთ ერთმანეთს და შესაბამისად პეპიც გვაჩვენებს ამასთან. მარტო განსხვავებულობაც არ არის. შუა საუკუნეებში ხო მე-20 საუკუნის შუა საუკუნეებში აღზრდის მეთოდები ძალიან განსხვავებული იყო, ხო, ბავშვები იმაზე უფრო მეტ ჩარჩოში ისხდნენ, ვიდრე დღევანდელ დღეს. ბევრი აკრძალვა ჰქონდათ, ბევრი უნდა, ბევრი არ უნდა, ასე არ შეიძლება და ხალისი ჰქონდა თითქოს დაკარგული, ხო, ანუ ტომი და ანიკაზე რო ვკითხულობთ, ხო, თითქოს რა კარგი ბავშვები არიან, მაგრამ იმას ვერ აკეთებენ, რაც უნდათ, ხო, ვერ ცელქობენ. თქვენ მაგიდიდან ერთ ნაჭერზე მეტ ნამთხვარს ვერ აიღებენ, იმიტომ რომ არ შეიძლება და მაგრამ თუ უნდა ბავშვს, ხო? ანუ აი პეპი გვასწავლის ამას, რომ შეიძლება თურმე მაშინ მიხვიდე კანფეტების მაღაზიაში და 18 კილო კანფეტი იყიდო ერთად. აი ესეც შეიძლება და არც ეს არის პრობლემა, მოკლედ. ნამდვილად. ლიკა, დასასრულისკენ ომის დღიურებზეც უფრო მეტი ვისაუბროთ, იმიტომ რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია, ხომ? და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ კიდევ სხვა როგორც დიასახლისი მაგალითად, ესეც საინტერესოა. კი, ომის დღიურები ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წიგნი არის, როგორც თარგმნილის და როგორც კითხველისაც, რომ თარგმნის პროცესში ხო კითხულობ კი რაღაცნაირ ენციკლოპედიური შრომა არის ზოგადადაც და ომის დღიურებში ეს განსაკუთრებით იყო საჭირო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფონური, ანუ თქვა ბექგრაუნდ ინფორმაცია მქონდა მოსაძებნი ადამიანების შესახებ, რეალური ადამიანების შესახებ, პოლიტიკოსები იყვნენ იქ, ვისაც ასახელებდა ასტრიდი, უნდა მომეძებნა მათ შესახებ ინფორმაცია და ძალიან ბევრი ინფორმაციას ვიძენდი მეც თვითონ ამის შესახებ. პოლიტიკური ნაწილი შეიძლება ეხლა ყველასთვის არ იყოს საინტერესო წასაკითხი და ბევრი რამე შეიძლება ვთქვათ გამოწოვოს ადამიანმა გადაახტეს, არც ამაში ვხედავ რამე პრობლემას, მაგრამ ამ პოლიტიკურ ნაწილების მიღმა ძალიან კარგად ჩანს ზუსტად ქალი, ასტრიდი როგორც ქალი, დიასახლისი, ორი შვილის დედა და ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში სიტუაცია ბევრად უფრო უკეთესი იყო ვიდრე ცენტრალურ ევროპაში ან აღმოსავლეთ ევროპაში, მაინც ცდილობს, რომ გარკვეული შეზღუდვების და გაჭირვების ფონზე ოჯახს არ მოაკლოს არაფერი და მათ შორის თვითონაც ამბობს, რომ ეს ძალიან მიყვარსო გემრიელად ჭამაო და მეც აი ნებისმიერ მის წიგნში და აი ამ წიგნშიც განსაკუთრებით მიყვარს ეს ნაწილები, სადაც ჩამოთვლის ხოლმე რა ქონდათ საშობაო სუფრაზე, ვინ რა მოართვა, მამამ რა გამოუგზავნა სოფლიდან და აი ეს ძალიან მეგემრიელება ხოლმე, როდესაც შვედურში არის ხოლმე ესეთი შედგენილი არსებითი სახელები ძალიან გავრცელებული, ანუ თქვათ რაღაცა საკმელს შეიძლება ერქვას ერთი სიტყვა და ქართულში ამ ერთ სიტყვას ვერ გადმოსცემ, ახსნა რა არის ეს, ხო, ანუ რაღაცით შეზავებული, თაშუშული რაღაცა მაგალითად და აი ამ სახელების მოფიქრება ჩემთვის იყო ხოლმე ძალიან მიყვარს რა ეს და ასტრიდსაც ძალიან საინტერესო იყო თან იმ დროის კულინარიული რაღაც მომენტების გაგება ჩემთვისაც მაგათაც როგორ ინახავდნენ კვერცხს მარინადში, იმიტომ რომ მაცივარი არ იყო და დიდხანს უნდა შეენახა თან რა ვიცი, მოკლედ როგორც ქალი მე მგონი ესეც ძალიან დიდ ღირებულებას თმის ამ წიგნში, თელია ეს აღწერა კუპონებით, ტალონებით როგორ ყიდულობდა, ყავა როგორ ეცლებათ, ხო, ანუ ყავის მომენტი იყო ჩემთვის ძალიან სახალისო ამ წიგნში, იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება არ იცის ახლა ქართველმა მკითხველმა და მისთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი რამე იყოს, მაგრამ შვედეთისთვის ყავა არის ერთ-ერთი პური არსობის, ასე ვთქვათ. სოფლიოში დღევანდელ დღესაც სკანდინავია არის ყავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელი და ახლა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ შვედეთი იყო ყველაზე დიდი მომხმარებელი სოფლიოში. ყავა არის ძალიან გავრცელებული და საყვარელი სასმელი და ძალიან კარგად ჩანს თუ დააკვირდებით ტალონებში როგორ იკლებს ყავის რაოდენობა, რომ აი ხლა ტალონით ამდენი ყავა გვიწევს, მე ამდენი და ეს რო იკლებს ეს ყავა როგორი შფოთვას იწევს ასტრიდში და როგორ უნდა გვეყოს რა გვეშველება ყავა რო არ იქნება. ძალიან საინტერესო არის აი მაგალითი რომ პარალელი გავავლოთ ასტრიდი მშობლების შესახებ დაწერილ მოთხრობაში რაღაც ინტერვიუში იხსენებდა, რომ ადრე სანამ ყავა ესეთი გავრცელებული სასმელი იქნებოდა, შვედეთში სვამდნენ ჩაის.
უფრო სწორედ, ხო? მე შეიცვალა ეს, ყავა გახდა საყოველთაო სასმელი და ჩაი გახდა უფრო ეგზოტიკური სასმელი და როდესაც ასტრიდის მშობლები, მოკლედ შეყვარებულები გავხდნენ, ასე ვთქვათ, მამამ ასტრიდის დედა დაპატიჟა საჩაიეში, ჩაიზე. იმიტომ რომ ყავა ყველას ჰქონდა სახლში და ჩაი არ ჰქონდათ და ამიტომ ეს ჩაიზე დაპატიჟება იყო რაღაცნაირი უფრო ესეთი ელეგანტური ჟესტი იყო რა და ამიტომ ეს ყავაზე დარდი ასტრიდის რო დარდობს რო ყავა არ გვექნებაო ძალიან მოკლედ ეროვნული შფოთვა იყო მაშინ ხო და ძალიან კარგად თან იცი რა არის ამ ყველაფერთან ერთად თითქოს ჩანს რომ არც ისე უჭირდათ ხო სიუხვესაც აჩენს მშობლებიც ეხმარებოდნენ სოფლიდან მაგრამ არასდროს არ ავიწყდება გაჭირვებულები ის ადამიანები ვისაც ამ დროს უჭირს და სულ ფიქრობს რომ აი ჩვენ ამდენი გვაქვს ახლა აი ამდენი ვჭამეთ და აი სადღაც საფრანგეთში მაგალითად ან თუნდაც ფინეთში ზამთრის ომის შემდეგ როგორი გაჭირვება იყო და ძალიან კარგად ჩანს ზუსტად რითიც დავიწყეთ საუბარი კაცთმოყვარეობაზე ლაპარაკი შვედეთ ასტრიდის დარდი ფინელ მეზობლებზე ომის დროს განსაკუთრებით მე იქ მისი შვილის მეგობარიც იბრძოდა ამ ომში მისი ძმაც იყო წასული და როგორ გწოვდნენ შვედი ქალები წინდეს რომ გაიგზავნათ მებრძოლებისთვის ფინეთში მაგრამ სულ ამბობდა ამას რომ არ ვაკეთებთ საკმარის არ არის საკმარისი და ეს დარდი ყოველთვის გაყვა იმიტომ რომ ფინეთი უფრო პატარა და სუსტი სახელმწიფო იყო ამ დროს რუსეთის საფრთხე ბევრად უფრო დიდი იყო იქ და ამიტომ აი ეს მისი ზრუნვა საყოველთაო შვიდობაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მე მგონი ზუსტად ძალიან კარგად ჩანს მისი კაცმოყვარეობა აქაც. კი, ნამდვილად და ეს მშვიდობის მოყვარეობა დასაწყისიც ხომ ასეთია რომ ღმერთო შენუშველი ხო ჩვენს ასე იწყება წიგნი, იმიტომ რომ ომის დაწყებიდან არ ვიცი ზუსტად ეს დღიურები კონკრეტულად ომის დაწყების დღეს დაიწყო თუ არა იმის წერა. ყოველ შემთხვევაში წიგნში რაც შევიდა მასალა, იქ იწყება ომის დღიდან. მასალა გაცილებით უფრო ბევრია, ბევრად უფრო მეტი იყო, მაგრამ წიგნი შეიკრა აი ამ ფორმატით და თან რადგან ერთი აკადემია როგორც აღნიშნეთ პროფესიებზე არის, ციფრულ და არაციფრულ პროფესიებზე, ცოტა პროფესიებზეც თუ ვისაუბრებთ, ასტრიდის სამწერლო კარიერაში ერთ-ერთი დიდი მნიშვნელოვანი რამ რაც მას შეაძლებინა ალბათ რა ესეთი ნაყოფიერი მწერალი ყოფილიყო, სწორედ მისი პროფესია იყო. ის იყო სტენოგრაფი, დღევანდელი ბავშვებისთვის, ვინც გვისმენენ, ალბათ ეს ძალიან რთული პროფესია არის, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს შეხება ნაკლები გვაქვს, მასთან მეც კი ძალიან მაინტერესებს ეს სტენოგრაფის პროფესია. სულ აკვირდები ხოლმე სასამართლოებზე რო შედან ეს ქალები ან კაცები და უცებ-უცებ რაღაცებს იწერენ. ეს არის პროფესია, როდესაც შენ ჩანაწერებს აკეთებ არა ზუსტად იმ სიტყვების, რასაც ადამიანები ამბობენ, არამედ სპეციალური შემოკლებებით. შეიძლება ერთი სიმბოლოთი ან ორი სიმბოლოთი აღნიშნოს სიტყვა, ტექსტი შენი ჩანაწერის ბევრად უფრო მოკლე გამოდის, სწრაფად იწერ და ზუსტად ამ მეთოდს იყენებდა ის წიგნების წერის დროსაც. ამიტომ, როდესაც სულ ამბობდა, რომ წამოწოლილით შემილიაო წერო წიგნებიო და საბეჭდი მანქანაც ჰქონდა, მხოლოდ ანალოგური ეს თითებით დაჭერით რო იწერება, მე ელექტროსაბეჭდი მანქანა აჩუქეს როგორც ვიცი და ვერ მოიხმარა, ანუ ისევ ძველებურ საბეჭდ მანქანაზე წერდა. ამ დღიურებში ზუსტად ეს მასალა სრულად ვერ შევიდოდა ძალიან ბევრია, მაგრამ უფრო იმიტომაც ვერ შევიდა, რომ მისი გაშიფრო არც ესე ადვილია, ანუ სტენოგრაფის ჩანაწერები, მე წარმოვიდგინე სხვა სტენოგრაფების დახმარება დაჭირდათ, რომ წაიკითხათ რა ჰქონდათ ჩაწერილი ამ დღიურებში ასტრიდს და ალბათ ზუსტად ეს არის ქალისთვის განსაკუთრებით შვილის ყოველი ქალისთვის დიასახლისისთვის აი წარმოიდგინეთ ახლა ამდენი ტექსტის წერას რა დრო დაჭირდებოდა ხო როცა ამდენი საქმე გაქვს სახლში თან მუშაობს ხო ასტრიდი არ ყოფილა მარტო დიასახლისი მუშაობდა ყოველთვის შესაბამისად ეს სტენოგრაფია მას ეხმარებოდა პროსტატას დაეწერა დიდი რაოდენობის ტექსტები და ასევე პასუხი გაეცა წერილებზე რომელიც მას მისდიოდა თვითონ ალბათ უფრო მოკლე ჩანაწერებს აკეთებდა და მე ეხმარებოდნენ იმიტომ რომ მე ვერ წარმოვიდგენია როგორ ართმევდა თავს ამ ხელა ინფორმაციას ან ომრებით მიჰქონდათ კარებთან მასთან წერილები. დღევანდელ დღეს ეს ბინა, სხვათა შორის ძალიან გულიმწყდება, რომ როცა მე ერთ-ერთ ბოლო ჩასვლაზე ვიყავი სტოკჰოლმში, ეს ბინა ჯერ კიდე არ იყო სახლ-მუზეუმად გადაკეთებული. ბოლო თუ არ ვცდები, აი პანდემიის მერე უკვე გახსნეს ეს ბინა გახდა უკვე სახლ-მუზეუმი და დაჯავშნული ტურებისთვის შეიძლება ამ ბინაში მისვლა.
და დათვალიერება ზუსტად როგორ არის მოწყობილი და მე პანდემიის დროს გააკეთეს ონლაინ ტური ამ ბინაში, მეც დავათვალიერეს ონლაინ და ძალიან საინტერესო იყო ამ ბინის ნახვა, იმიტომ რომ ზუსტად დავინახე ის ადგილები წიგნში როცა წერს, ხო აღწერს, რომ ეხლა ფანჯარასთან არის და იქ პარკს გადაყურებს, ან ლოგინში როგორ წერს, სავარძელი როგორ დგას, ხო, როგორც ხედან ამ მისაღებ ოთახში და ზუსტად აი მეგონა რომ ნამყოფი ვარ იმ ბინაში. ისეთი საინტერესო იყო და ამიტომ თუ ვინმე მოხვდებით სტოკჰოლმში, გირჩევთ რომ ასევე ეწვიოთ მის სახსაც და ეწვიოთ კიდე ძალიან ჯადოსნურ ადგილს, რომელსაც ქვია იუნიბაკენი. კიდე ერთი ჩვენი პერსონაჟი არის, ხო, მადიკენი. დიახ, მისი სიმბოლო არის ეს კოლგით, პატარა გოგონა, არის ჯადოსნური ადგილი არის სტოკჰოლმის ცენტრში, რომელიც ასტრიდის ინიციატივით აშენდა. ბევრი შესწომით ეძახის ასტრიდის მუზეუმს, მაგრამ ეს მუზეუმი არ არის, ეს არის სივრცე შვედი მწერლების და ილუსტრატორების გასართობის სივრცე არის, თან საგანმანათლებლო ბავშვებისთვის და ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური სანახაობა არის იქ, ქვია ზღაპრული მატარებელი. პატარა ესეთი კაბინა არის, რომელშიც დაჯდები და მიდიხარ და მოგზაურობ ასტრიდის მოთხრობების ეპიზოდებში, მაგალითად იქ არის ეს გველეშაპი ძმები ლომგულებიდან, მერე ემილის თავგადასავალშიც ეს მასე როკიდია დროშის ალმის ბოძზე როკიდია და ეს ძალიან საინტერესო ადგილი არის, მოკლედ დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც ძალიან დიდი საჩუქარი არის, მოკლედ ვინც სტოკჰოლმში მოხვდება და უყვარს ასტრიდს. ნამდვილად, ლიკა, ძალიან დიდი მადლობა. შეგვიძლია უკვე დასასრულისკენ წავიდეთ ნელ-ნელა და თუ შეკითხვები ექნებათ ჩვენს მსმენელებს, სიამოვნებით გისმენთ. კი, გისმენთ, აბა. იქნებ თარგმნელის პროფესიაზე გაინტერესებთ რა. კი, ნამდვილად საინტერესო იქნება. ნენე, გისმენ? მე მაინტერესებს ცოტა მთარგმნელის პროფესიაზე. ძალიან მიხარია. ძალიან საინტერესო პროფესია არის მთარგმნელის პროფესია და განსაკუთრებით სახალისვარი, როცა რაღაცას თარგმნი და მე აი ესე თქვენაირი ბავშვები კითხულობენ ამას და მოსწონთ და კითხვებიც ურჩედებათ. მთარგმნელის პროფესია არის რა? თუ ხარ ერთგვარი გამტარი, ხო? ანუ მე არ ვარ მწერალი, მე არ დამიწერია არაფერი, მაგრამ სხვისი დაწერილი მე უნდა გადმოვიტანო ჩემ ენაზე ისე, რომ ამ კითხვას არ გაუჩნდეს დამატებითი კითხვები, რომ რას ამბობს ეს ადამიანი, ხო? რომ ვერ გავიგე, არ უნდა იფიქროს, რომ ვერ გავიგე რაღაც. ამიტომ თარგმნელი მაქსიმალურად ზუსტად თარგმნის, ანუ გადმოაქვს თავის ენაზე ის, რაც წერია ავტორის ტექსტში, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ენები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ თარგმნელი ცდილობს, რომ აზრი დაიჭიროს, თავარი აზრი და შეიძლება მერე რაღაცნაირად ცოტა შეცვალოს ის აზრი, თუმცა ყოველთვის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შევინარჩუნო მწერლის მელოდია, ასე ვთქვათ, ანუ ის რეგისტრი ენის ასე უწოდებენ, ის ტონალობა, რაშიც მწერალი წერს, ხო? ანუ ვცდილობ ხოლმე ხშირად ასევე დავიჭირო წინადადების სიგრძეც, ხო? მაგალითად, კიდე ერთი ცნობილი მწერალი ავგუსტ სტრინბერგი, რომელიც ასევე თარგმნელად ძალიან გრძელი წინადადებებით წერდა. თითქმის ნახევარი აბზაცი შეიძლება ერთი წინადადება იყოს და მე ვცდილობდი, რომ ეს შემენარჩუნებინა მისი სტილი, იმიტომ რომ ამის დაკარგვა არ შეიძლება, იმიტომ რომ ქართველი მკითხველი იყო ნებისმიერ სხვა ენაზე მკითხველისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სამწერლო ტექნიკაც დაინახოს მან, ანუ თარგმნელის ფუნქცია არ არის მხოლოდ იქ ჩადებული აზრის გადმოტანა. თარგმნელმა ასევე უნდა დაგვანახოს, როგორი მწერალია ის ტექნიკოსი, როგორია წერაში, ვთქვათ, იუმორი როგორი აქვს, ხო, თუნდაც როგორ აღწერს რაღაცებს, ასე ვთქვათ, და ძალიან მრავალფეროვანი სამუშაოა და მუდმივ სწავლაში ხარ თვითონ შენც. ეხლა ასტრიდი თითქმის ერთი საუკუნე გადის, ხო, რაც ასტრიდი ცხოვრობდა და მისი ენა, შვედური ენა, ბევრად განსხვავდება თანამედროვე შვედური ენისგან და ამიტომ ხშირად მე მაგალითად ბევრი კვლევაძიების ჩატარება მიწევს ხოლმე, რომ გავიგო რას გულისხმობს, ხო, მაგალითად ერთი რაღაცა აი ზუსტად სარა შვარტის წიგნშიც ფრაზა აქვს, რაღაც სიტყვა გამოყენებული, რომელიც მნიშვნელობა ზუსტად ვერ ვიპოვე და
ჩემ შვედ მეგობრებს ვთხოვე დახმარება, რომლებიც უნივერსიტეტში მუშაობენ, განათლებული ხალხი არიან, მაგრამ ზუსტი პასუხი მათაც ვერ გამცეს, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა დიალექტური ხუმრობით ნათქვამი სიტყვა, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გამოძრეს თარგმნელი ამ სიტუაციიდანაც ისე რომ დაიჭიროს ეს რაღაც ფრაზა ვთქვათ. თუმცა აი ხშირად ხერხდება, ბევრჯერ შეიძლება ვერ მოხერხდეს, მაგრამ ისე უნდა გააკეთოს თარგმნელმა, რომ არ გაუჩნდეს ავტორს კი არა და მკითხველს რამე კითხვა დამატებით. თუ რაღაცას ვერ ავხსნით ხოლმე, ხო? ქართულ გამომცემლობებში არ გვიშლიან ამას, რომ სკოლიოებით ხსნით ხოლმე დაბლა, ალბათ თქვენს შეხვედრიათ, ხო? სკანდინავიური კულტურა ჩვენი კულტურისგან განსხვავდება და მაგალითად ანუ სალტბროკერებში, ხო? გემები მონაწილეობენ, ნავებზე არის ხშირად ლაპარაკი, ან თქვათ თევზებზე რაღაცა ისეთი სკანდინავიური კულტურისთვის რაც არის დამახასიათებელი და ბავშვს კითხვის ინტერესი რო არ დაეკარგოს, ახსნას იქვე ვაკეთებთ ხოლმე გვერდის ბოლოში, რომ აი მაგალითად შეგხვდებოდათ ალბათ ქლეკებროდი არის ეგეთი შვედეთში გავრცელებული პურის სახეობა არის, გამხმარი პური არის, ძალიან თხელი ფირფიტა არის ცომის, რომელსაც აცხობენ ისე რომ როცა ჭამ ხმაურობს ეს პური, ანუ ხრაშუნობს, აი ეგრეთ წოდებული სუხარი რო გიჭამიათ, ხო? ამიტომ შეგვიძლია როგორც ხრაშუნა პურის გადმოგვეთარგმნა, მაგრამ რადგან ეს სკანდინავიური შვედური მოვლენაა და შვედური სახელი ქვია knekkebröd, ნიშნავს ზუსტად მაგას, სიტყვა არ შევცვალეთ, მაგრამ ქვემოთ ადამიანს შეუძლებს კითხოს, წაიკითხოს, რას ნიშნავს ეს და რაღაცნაირ გემოსაც გაძლევს მე მგონი, ხო, მაგაზე რაღაცა კერძზეც არის იქ სალტკროკაში დიდი ქვაბით რომ მოაქვს მეზობლის გახსოვთ საჭმელი მოაქვს, ხო, და რაღაც თავისებურად გემოს იგებ თითქოს, ხო, რაღაცნაირად. ნუ მაჭკატები. ო, მაჭკატები ეს წინა მთარგმნელს ჯანეთ ბაჯელიძეს უნდა უთარგმნოდეთ, უმადლოდეთ, რომ მან თარგმნა ასე და ბევრს გააცნო კიდევაც ერთ სიტყვა რას ნიშნავს და კი. აჰა, კი, დასი შეკითხვა. მადლობა ასეთი ინფორმაციული შეხვედრისთვის და სამომავლოდ კარგი იქნებოდა რომ თვითონ ანუ შეხვედრაში თვითონ ნაწარმოებები აგვახოთ და გავგოჩი ასე უფრო კარგად გავიგებდით. მადლობა. ძალიან მართლა ესე საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ბევრი კუთხიდან შეიძლება თითოეულ ნაწარმოებზე ლაპარაკი და საინტერესო თემების განხილვა. მადლობა. ფაქტობრივად ამას ვაპირებთ კიდეც ჩვენი კურსის ფარგლებში, რომელსაც როგორც უკვე დასაწყისში ვახსენეთ, მალე დავაანონსებთ და კურსი ერქმევა პეპიდან რონიამდე, შესაბამისად ასტრიდის ძალიან ბევრი ძვირფასი მნიშვნელოვანი ტექსტის განხილვა, წაკითხვა შეგვეძლება. ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ როცა მთხოვენ ხოლმე ასტრიდზე ლაპარაკს, ანუ ვერასდროს ვერ ვემზადები წინასწარ, იმიტომ რომ არ ვიცი რაზე უნდა ვილაპარაკო. ძალიან ფართო თემა არის ასტრიდი და მისი ნაწარმოებები და თუ რამე კონკრეტულ საკითხზე იქნება ისეთი ფოკუსირებული ლექცია, ჩემზე არ ვამბობ, ვინც იქნება ამ კურსის წამყვანი, მისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ აი სარას წიგნშიც მაგალითად თითო თავიდან შეიძლება თითო სადისკუსიო თემის ამოღება და ნამდვილად კარგი შენიშვნა იყო და მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. ნენე, თუ სწორად მივხვდი, კიდევ გინდოდა შეკითხვის დასმა და აბა გისმენთ. მე ცოტა უკან დავბრუნდები და აი სადაც იუნიბაკენზე ლაპარაკობ. აი რაღაც მგზავრები რო არ და მატარებლით რომ მიდიხარ და მატარებელში რო ჩაჯდები, შეგიძლია მოისმინო ასტრიდის ამბები, ეპიგონია, როგორც ვიცი. და თუ და შეგიძლია შვედურად მოისმინო ზუსტად ასტრიდის წაკითხული. კი, შვედურათაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდე სხვა შვიდ ენაზე არის თუ არ ვწდები, მათ შორის რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და თვითონ ტურისტი როცა შედის, ირჩევს რა ენაზე უნდა მოსმენა და ასტრიდი კითხულობს თვითონ შვედურად თუ არ მეშლება და ძალიან კარგია. არ ვიცი, რამდენად ბავშვები ხა კითხულობენ ხოლმე ბლოგებს 2008-9 წლებში ალბათ, როდესაც ეს WordPress-ის ბლოგები იყო პოპულარული, დავიწყე შვედეთზე ბლოგის წერა
და რაღაცა ტექსტები დღემდე შემორჩენილი არის ინტერნეტში, მათ შორის ერთი ტექსტი არის Unibakens-ზე და შემიძლია გაგიზიაროთ ეს ბლოგი თუ გნებავთ, თუ დაგაინტერესებთ, დამატებითი ინფორმაცია წაიკითხოთ Unibakens-ზე და ზოგადად შვედეთზე კიდევ თუ გაინტერესებთ რაღაც საკითხები, მათ შორის ქნექებროძეც მიწერია თუ სწორად მახსოვს. მეც დამაინტერესებს. ხო, გავუზიარებ მაშინ მელანოს ამ ბლოგის მისამართს და შეგიძლიათ წაიკითხოთ და Unibakens-ის მატარებელზე მოვძებნი, შეიძლება ვინმე ზოგადად აკრძალულია იქ ვიდეო გადაღება, მაგრამ ვიღაცები მე მგონი ფარულად კადრებს იღებენ ხოლმე და შეიძლება YouTube-ზე იყოს ატვირთული დაახლოებით, რომ წარმოდგენა შეგექმნათ რა არის ეს მატარებელი იქ. იახ, პატარა მონაკვეთი დევს YouTube-ზე, ცოტა ხარისხით, მაგრამ კი, რო აკრძალულია გადაღება. ძალიან საყვარელი მომენტი არის, მაგალითად ეს მატარებელი უახლოვდება არეულ კარლსონის არეულ ოთახს, ესე კარი იღება და შედიხარ ამ უწესრიგო ოთახში, მურაბა ასხია იატაკზე და მოკლედ ძალიან კარგია და იმედი მაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა ისე წავა, რომ შესაძლებლობა ექნებათ ჩვენ ბავშვებს, ღია იქნება საზღვრები და ბავშვები შეძლებენ, რომ ეს ყველაფერი თვითონ ნახონ. იმედია. აბა კიდევ დაველოდებით შეკითხვებს. არ მოგერიდოთ. თუ მე მოგაფიქრდებათ, მე არ მეზარება, შეგიძლიათ პირადად მომწეროთ ან ერთი აკადემიის გვერდზე მოიწეროთ ალბათ შეკითხვები და ჩანაწერით დაიგება და კომენტარების სახითაც შეგიძლიათ დაგვიტოვოთ. ძალიან კარგი. კარგით, როგორც ხსები, მეტი შეკითხვა არ არის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ლიკა, ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი ლექციისთვის. მე მგონია, რომ კარგია რომ შევეხეთ როგორც ასტრიდს, როგორც მწერალს, როგორც ქალს, პიროვნებას, რომელიც მრავალმხრივ არის ძალიან მისაბაძი ბავშვებისთვის და ბავშვებს ასწავლის პირველ ყოვლისა სწორედ ამ გულისხმიერებას, სიკეთის მნიშვნელობას, განსხვავებულის მიღებლობას და ყოველთვის მხარს უჭერს მშვიდობას ადამიანებს შორისაც და ქვეყნებს შორისაც. დიდი მადლობა, აქ ხედავ რომ გულები გამოგვიგზავნეს ბავშვებმა და ძალიან დიდი მადლობა მეც გამოგიგზავნეთ. ძალიან მიხარია მასწავლებლობის გამოცდილება მაქვს, მეც დიდი ხანი ვასწავლედი, მაგრამ უფრო უფროსებს, ბავშვებს არ ვასწავლედი ხოლმე და ძალიან მიხარია ეს შეხვედრა ეხლა თქვენთან და მიხარია მკითხველი ბავშვების ნახვა. ძალიან დიდი მადლობა ლიკა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბავშვებს, რომლებიც ძალიან აქტიურობენ და ძალიან მიხარია, რომ ასე ჭკვიანი ბავშვები გვყავს დღეს აქ. თითქმის ყველა შემოგრჩა ლექციის, თუ რა ქვია, ამ გაკვეთილის ბოლომდე და ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ დიდებსაც უჭირთ ხოლმე ზოგჯერ ასე. ჩემთვის დიდი პატივია ამ ზაფხულის დღეებში მით უმეტეს ძალიან მიხარია, რომ ესე ძალიან დიდი ბოდიშები ხედავ ლანა რამიშვილს აქვს სავარაუდოდ შეკითხვა, იმიტომ რომ აწეულ ხელს ხედავ და გისმენთ კიდევაც მოგესალმებით. მართას აქვს დიდი ხანია იწევს ხელს. და მგონი კითხვის დასმა უნდა და ვფიქრობ რომ ვერ შეამჩნიე და ამიტომ ავიწია ხელი. არ ჩანდა და მადლობა. აბა მოსმენთ მართა გისმენთ. ისა მე კითხვის დასმა არ მინდოდა, მაგრამ ისა მე მინდოდა რომ მეთქვა, აი სანამ მუზეუმში მიხვალ Unibakens-ში, იქ ხო არის მატარებელი რომ უნდა მიხვიდე და მატარებელში გზას რო გაივლი, მიხვალ აი პეპის სამყაროში, სამყარო იქნება და თითქოს პეპის სახლში ხარო ან პეპის ეზოში და ბუნებაში ისე იგრძნობს რომ პეპისთან ხარ. ხო, შენ ნამყოფი ხარ მე მგონი, ხო? არა, მართ არის ჩემი მოსწავლე და როცა მადიკენი წავიკითხეთ, მაშინ ვაჩვენე მოკლედ ეს. ხო, იქ არის ესეთი ადგილია, რომ გახვალ არის ვილა ვილეკულა არის აგებული, პატარა სახლი, რომელშიც შეგიძლია აძვრე და დგას ასევე პეპის ცხელი, რომელზეც შეგიძლია ფოტო გადაიღო და ჩემ ბლოგში თუ წაიკითხავთ ამ სტატიას Unibakens-ზე, მე მგონი ეს ფოტოც მაქვს იქ ცხენთან გადაღებულიც და ასტრიდის ძეგლი დგას გარეთ ასევე და იქაც უნდა მქონდეს ფოტო გადაღებული. ძალიან საინტერესო ადგილი. თუმცა ეს ადგილი არ არის მხოლოდ ასტრიდის, ანუ აქაც ჩანს ასტრიდის დიდი ადამიანობა, რომ ჩემი ადგილი იყოსო, ასე კი არ
დაარსა ეს ადგილი არის ყველა შვედი საბავშვო მწერლის და ილუსტრატორის და სხვადასხვა ცნობილი მწერლების გამოფენებივით არის, ანუ იქ პატარა სახლებია, მუმინები თუ იცით ოვე იანსონის მუმინების სახლიც არის შეგიძლია შეხვიდე იქ და დედამომითან ერთად ყავადალიო და მაკეტებით არის გაკეთებული პატარა ფუნთუშები, თეფშებზე და მოკლედ ძალიან საინტერესო საყვარელი ადგილია და იქაც ნამდვილად კარგად ჩანს ასტრიდი, როგორც არა რაღაცნაირი ეგოისტი მწერალი, არამედ მწერალი, რომელიც ყველასთვის იყო ძალიან მისაბაძი მაგალითი და ძალიან მიხარია, რომ ქართველ ბავშვებსაც უყვართ და იცნობენ. ნენე, ხელი გაქვს აწეული? მე ერთ რაღაცას ვუცნობ, რომელიც არის იუნიბაკენში წასვლა, იმიტომ რომ ეს როგორც აღარ თქვი, იმატარებელში ჩაჯდომა მინდა და მინდა რომ ინგლისურად და ფრანგულად მოვისმინო. იქნებ შვედურათაც. იქნებ შვედურათაც, ხო, რა ვიცი. ჩვენ მეც არასდროს არ მეგონა, საერთოდ არ ვიცოდი შვედური ენა თუ არსებობდა მართალი რომ თქვა. სტუდენტი რომ გავხდიდა რომ მითხრეს რომ შვედური უნდა ისწავლო, მაშინ ვიფიქრე, შვედურიც არსებობს. ანუ არასდროს არ დავფიქრებულ ვარ მაგაზე, იმიტომ რომ პეპის ჩვენ რომ ვკითხულობდით, ხო, გონიათ რომ ქართველი იყო, ხო, ანუ რაღაცნაირად ისე კარგად არის გადმოცემული, აი თარგმნის ტექნიკა იქ ჩანს, რომ არ ფიქრობ, რომ ეს შეიძლება სხვა ენაზე ლაპარაკობდეს და მე არასდროს არ მიფიქრია, რომ ეხლა პეპის ქართულის გარდა ვთქვათ რაღაც სხვა ენაზე საუბრობდა და რო დავიწყე ამ ენის სწავლა, მე აი ესე განვითარდა ყველაფერი, რომ მოვედი აქამდე, რომ ვასწავლი კიდევაც ხანდახან, როცა არ მეზარება და თარგმნი და დღემდე შევინარჩუნე ეს ამ ენასთან კავშირი და სიყვარული და ვინც ის იქნებ თქვენც ისწავლოთ და მე ამ მატარებელში შვედურად მოусვინოთ და როგორც თქვი, იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობები არ გაგვეკეტება და ჩვენ ბავშვებს ექნებათ ესეთი ღია და გახსნილი მომავალი და რომ მართლა ევროპის ნაწილი ვიქნებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბავშვებსაც საინტერესო კითხვებისთვის და მგონი ვერასდროს ვერ ავუწყურავთ ამ თემაზე კითხვებს, იმხელა თემა არის როგორც ახსენეთ თქვენც. ნენეს ისო კითხვა აქვს თუ უბრალოდ ხელი დარჩა აწეული? არა, კითხვა მაქვს. აბა? ქალბატონო ლიკა, სანამ დავამთავრებთ ჩვენს ძალიან საინტერესო შეხვედრას, მაინტერესებს, ანუ პირველი როცა მოგცეს პირველი წიგნი, ანუ რო გადაგერთარგმნათ, რა ემოცია გამოხატეთ, აღფრთოვანება? პირველი წიგნი როცა მომცეს, ვიყავი 2009 წელი იყო, არ მახსოვს. ანუ მე მანამდე ყოველთვის ვთარგმნიდი ოღონდ უფრო ტექნიკურ ლიტერატურას, ანუ თარგმნელობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ არასდროს არ მიფიქრია წიგნების თარგმნელობაზე, ანუ მხატვრულ ტექსტებზე ესე მანდამაინც ამოჩენებული არ მქონდა, რომ მხატვრული ლიტერატურა უნდა ვთარგმნო. უბრალოდ თვითონ თარგმანი როგორც ტექნიკა ძალიან მაინტერესებდა და როდესაც სწავლობდი შვედურს, ჩემო მასწავლებელმა შემოთავაზა, რომ არის ესეთი შემოთავაზება, რომ რაღაც წიგნი გამოიცეს ქართულად და მოდი სცადეო რა და დავიწყე თარგმნა. ოღონდ ეს ჯერ კიდე ის პერიოდია, როცა მე პერსონალური კომპიუტერი არ მქონდა სახლში და ჩემი პირველი მცდელობა იყო ხელით წერა რვეულში. ეს წიგნი მე გამოიცა, სხვათა შორის, ოღონდ არა ჩემი თარგმანით, დათო გაბუნიამ თარგმნა ეს წიგნი და ძალიან კარგი წიგნია, ოღონდ დიდობაში წასაკითხი უფრო. და იქ დამთავრდა თითქოს ეს ამბავი რაღაცნაირად, დიდად არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ რაღაცნაირად აი ინგლისური ფრაზა არის ესეთი თავის უკანა ნაწილში ყოველთვის რჩება ესეთი რაღაცები, ილექება და ეთქობა მე სულ ფიქრობდი და მე ესეთი შესაძლებლობა მომეცა, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ხო იცით, აი ბაკურ სულაკაურმა იცის შვედური ენა მაგალითად და ჩემი მასწავლებელი, ვინც მე მასწავლა შვედური, ხო, ბაკურ სულაკაურის მოსწავლე იყო. და ერთხელ აი ესეთ შეხვედრაზე შევხვდით და მას გავანდე, რომ მინდა ვცადო თარგმნა და ხო არ შეიძლება რომ რამე თარგმნო და მან შემომთავაზა წიგნის თარგმნა, ეს იყო ინგმარ ბერგმანის, ცნობილი მშვედი რეჟისორის წიგნი, უფრო რთული წიგნი არის. და მითხრა რომ მოდი სცადე და თუ გამოვა თარგმნოთ და მაშინ მახსოვს რომ აი წიგნის შუა ნაწილში რაღაცა თავიდან დავიწყე, არა დასაწყისიდან, რაღაც ისე უბრალოდ შუა ნაწილში რამდენიმე გვერდი ვთარგმნე და ძალიან მომეწონა ეს პროცესი და როცა უკვე მითხრეს რომ კი კარგია და მოდი გავაკეთოთ, ძალიან ესეთი იყო რთული სამუშაო იყო, იმიტომ რომ ინგმარ ბერგმანი საკმაოდ რთული ადამიანი იყო თვითონ პიროვნულადაც
ფიქრებიც არ ქონდა ადვილი და ქართულად მისი გადმოცემა არ იყო ადვილი და მით უმეტეს ჩემთვის როგორც პირველად თარგმნიდი ხომ მხატვრულ ნაწარმოებს. გრძნობა როგორი მქონდა ძალიან ისეთი დიდი პასუხის ეხლაც მაქვს ხოლმე აი ხშირად დიდხანს რო არ ვთარგმნი ეხლა ვთარგმნი ოვე იანსონის წიგნს. ოვე იანსონი არის მუმინების თავგადასავლების ავტორი. თუ წაგიკითხიათ მუმინების წიგნები, აი მუმინების სერიაში 4 წიგნი არის ჩემი თარგმანი და ეხლა ერთ წიგნს ვთარგმნი და როდესაც ვთარგმნი ხოლმე სულ მაქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რომ რაღაც არ გამოდის კარგად რა, არ მომწონს, ღარიბია ელა. და აი სულ მაქვს პრეტენზია ჩემი თავის მიმართ, მაგრამ მე რო დავხურავ, მეორე დღეს უბრუნდები და ვკითხულობ წინა დღის ნათარგმნებს და მე ვფიქრობ, რომ არა, არ გამოვიდა ისე ცუდი. არა უშავს, თავასწორებ და უკეთესი იქნება და რაღაცნაირი ეს რწმენა მაქვს ყოველთვის რა, რომ გამოვა, გამოვიყვან როგორღაც. შრომა არის, ძალიან დიდი შრომა არის და თან ნუ სიამოვნებაც არის ცხადია. თუ არ გიყვარს ამ საქმეს ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ეს არ არის პროფესია, რომელშიც გამდიდრდება ადამიანი. გამდიდრდება ხალხიც რა და აი ამ ურთიერთობით რა, რაც აი მაგალითად თქვენ რო კითხვებს მისვამთ ეხლა და რო გაინტერესებთ, აი ამით და თუ არ გიყვარს ალბათ არ უნდა მოკიდო ამ საქმეს ხელი. თავარი არის ეს.